თავიდან უნდა ვთქვა, რომ იუნესკოს პირადი ქონების აუდიტი არც ჩამოწერება, არც დიდი ინტერესი არ მაქვს მაგის, მაგრამ მე მგონი საკმაოდ საფუძვლიანი ვარაუდი აქ არის, რომ მისი ქონება იმიტომ კი არ შემცირდა, რომ თქვა მისი აქტივები რასაც ფლობს, მათი ღირებულება შემცირდა, თქვა რა დიდი ზარალი კი არ აქვს, არამედ ის იძულებული იყო, რომ ბევრი მისი ფინანსური ინტერესი გადმოეტანა სხვა იურისდიქციებიდან და შემოეტანა საქართველოში, ვიცით კიდევაც რამდენიმე შემთხვევა იყო. არც დამალულო რომ ვაშუქებდეთ ამას, როგორ გადმოქონდა და აფორმებდა სხვაზე. და ესეც მოხდა, ხო და იყო თუ არა ეს სანქციების გავლენა რაღაცას ირიბად, რა თქმა უნდა სანქციების გავლენა იყო, იმიტომ იყო იძულებული რომ ეს იურისდიქციები დაეტოვებინა და გადმოიყვანო ამ იურისდიქციებში კომპანიები, რომლის საშუალებითაც ფლობდა იმ სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებს თუ აქტივებს, ამ კომპანიებს დამოუკიდებელი დირექტორები ყავთ, ტრასტის მმართველები ყავთ, რომელთაც იმიტომ რომ ძალიან ბევრი ლაპარაკი მიმდინარეობს იმაზე, რომ ივანიშვილზე უკვე რაღაც სანქციებია დადებული, კიდევ უფრო გამკაცრებული სანქციების ალბათობა, მათ უბრალოდ არ უნდათ ხოლმე, არ უღირთ ესეთ პრინციპალს რო ეძახიან, ასეთ საბოლოო მფლობელთან ურთიერთობა და არ უნდათ მისი აქტივების მართვა, იმიტომ რომ ეს მათთვის მათი კარიერასთან, ასე ვთქვათ, შეუთავსებელია, ამიტომ მათ უთხრეს უხეშად რო ვთქვათ, წაიღე ეს აქტივები აქედან, ჩვენ ვერ ვიქნებით შენი ტრასტის მმართველები და დირექტორები. ამიტომ სად უნდა წაიღო, ხო, ხა როცა ბრიტანული ვირჯინიის კუნძულები იქნება თუ ანტილები თუ საიდანაც სადაც მას ჰქონდა ეს ოფშორული კომპანიები, რომლითაც ფლობს, მათ შორის ძალიან დიდი, თქვა საკმაოდ დივერსიფიცირებულ სხვადასხვა პორტფელებს, სად უნდა წამოიღო, ხო? ერთი ალტერნატივა იყო რაღაცა ასე ვთქვათ, ჭყალებში, ჩრდილოეთ კორეაში წაიღო, იმიტომ რომ სხვა არც ერთ იურისდიქციაში არ მიესვლება რო იტყვიან, ან და საქართველოში უნდა ჩამოიტანა, სადაც მეტნაკლებად ჯერ კიდევ აქვს რაღაცა გავლენები საკმაოდ მნიშვნელოვანი, მათ შორის სასამართლოზე, ფინანსურ სისტემაზე, რეესტრზე და ასე შემდეგ, არა? ამიტომ ფაქტობრივად რაც მოხდა, გადმოიტანა მისი ინტერესები და Forbes-ის და Bloomberg-ის შემთხვევაში მათთვის უფრო რთული გახდა ის ამ ფლობელობის, ასე ვთქვათ, დადასტურება და ხაზის გაყოლება და ასე ვთქვათ, საბოლოოდ ივანიშვილამდე მიყვანა ამისი. ამიტომ დაკარგეს კვალი რაღაც თვალსაზრისით, რაღაც მნიშვნელოვან ნაწილზე მისი აქტივების და აქ შემთხვევაში უბრალოდ ისინი ამას თვლიან, რომ უკვე აღარ არის ივანიშვილი საბოლოო მფლობელი რაღაც. კი ბატონო, და ეს იყო ძირითადად მეგონა. კი ბატონო, ეხლა ეს როგორ აღიქმება, მაგალითად, თუნდაც ბიზნეს სამყაროში, საერთოდ ამ ტიპის ცვლილებებს ბიზნეს სამყარო როგორ აღიქვამს, როცა მაგალითად მილიარდერის, რომელიც იყო სიაში, რომლის ქონება იდენტიფიცირებადი იყო, უეცრად გაქრა ამ სიიდან, ეს რა, არ ვიცი, გავლენა შეიძლება ჰქონდეს პერსონალურად, გაქრობის ფაქტი უშუალოდ რეპუტაციულად არ არის, მაგრამ რატო გაქრა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო? გაქრა იმიტომ, რომ ფაქტობრივად პერსონა ნონ გრატა ფინანსური თვალსაზრისით ძალიან ბევრ განვითარებულ იურისდიქციებში, ხო? სადაც იგივე ვთქვათ ბიზნეს წრებს კარგად მოიხსენებათ, რომ ეს არის ძალიან მტკივნეული თავისთავად. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილზე ჯერ რაღაცა ყველაზე უფრო ისეთი სიმკაცრის, ძალიან მკაცრი სანქციები ჯერ დაწესებულა. მაგალითად, მე როგორც მას შეუძლია მაგალითად საბანკო ანგარიშებით სარგებლობა ჯერჯერობით, მაგრამ აი როგორც ვთქვათ, რაღაცა იმ დირექტორებს, რომელიც მას ყავდა იმ კომპანიაში თუ ტრასტის მმართველებს, მათ აღარ აქვს სურვილი მასთან ასოცირების, ხო და ეს თავისთავად უდიდეს პრობლემებს ქმნის, იმიტომ რომ ივანიშვილს რო დომოდა ქართული კომპანიებით ემართა მისი ეს ქონება, მაშინ აქამდეც გადმოიტანდა, ხო? მას რა თქმა უნდა ერჩივნა, რომ ეს ინგლისური სამართლით დაცულ ზონებში ყოფილიყო და კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტების საფუძველზე განხორციელებულიყო ამ აქტივების მართვა. ანუ ივანიშვილმა თვითონ შექმნა საქართველოში ეს სიტუაცია, რომ თვითონაც კი როგორც ინვესტორს საქართველოს ძალიან ბევრი სხვა ზონები ურჩევნია. ახლა უბრალოდ იძულებულია, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი თავისი აქტივების ასე ვთქვათ, სათავო კომპანიების გადმოეტანა საქართველოში და მართლაც მე თან ვიღაც თავის ნაცავებზეც როგორც ჩანს გადმოაფორმა და ამის ყველაფრის ტექნიკური შედეგი ის არის, რომ Bloomberg-ის გადმოსახედიდან ივანიშვილი აღარ ჩანს მფლობელად
მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში არ ამგონია, რომ მნიშვნელოვნად შემცირებულიყო მისი ქონება, ანუ თუ გავითვალისწინებთ ვინმეს რო გადაუფრნა სინამდვილეში ესე მისია შეიძლება ბერად ჩასვან ახლა ხო და აი მაგალითად იგივე ახალი მილიარდი იგივე ნორმალურ იურისდიქციებში ესეთი ინტერესების სიახლოვე და აფილაცია მაგის მიღმა ხედავენ ხოლმე როგორც წესი და იციან რომ სინამდვილეში ბერას თუ გადაუფორმა სინამდვილეში საბოლოო მფლობელი მაინც ივანიშვილია და ჩვენთან მაინდამაინც ეს შეიძლება არ არის დალაგებული. მადლობა.